მოგესალმებით, თითოეულ თქვენთანს უღმესი მადლობა იმის, რომ გამოწერეთ გაქვთ ჩემი არხი, იმის, რომ ალაიქებთ და აკომენტარებთ, ვინც არ მიცემთ გაგაცნობით, მე ვარ კატო. და დღევანდელი გაშლა, რატომღაც მინდა ესეთი გაშლა გავაკეთო და ალბათ ბევრისთვის საინტერესო იქნება. ხართ პარტნიორულ ურთიერთობაში, თქვენ პარტნიორს დაუყენებთ, თქვათ, რაიმე კონკრეტული საკითხი, ხო? სად მიდიხართ, საბოლოო ჯამში როგორ უნდა დამთავრდეს თქვენი ურთიერთობა, რა უნდა იყოს, ხო? საერთოდ საით გადადის და სად მიდის. და შესაბამისად, ვნახოთ, რა გადაწყვეტილება მიიღო ამ ადამიანმა თქვენთან მიმართებაში და რას უნდა ელოდეთ უახლოეს მომავალში, ხო? მისგან, თქვათ, ნაბიჯებს. ჯერ ვნახოთ თქვენი პარტნიორი ვინ მოვა ჩვენთან სასაუბროდ, ვნახოთ და შემდეგ უკვე ვნახოთ დანარჩენი მის შესახებ. თქვენი პარტნიორი. ამ ეტაპზე არის, რომ იტყვიან, აი მართლა დილემის წინაშე დგას, არ იცის რა უნდა გააკეთოს, აი მართლაც რომ დგას იმ გზაგასაყარზე და გააგრძელდეს თქვენი ურთიერთობა, დასრულდეს, გადავიდეს სხვა ეტაპზე თუ უბრალოდ აი რაღაცა რა სიტუაციაში ხართ, ეს სიტუაცია შეინარჩუნოს, ხო? ეს ადამიანი ამ ადამიანს აქვს ძალიან დიდი შიშები. ნახეთ, დილემის წინაშე დგას, რომელიც ესე რომ ვთქვათ, აუცილებლად უნდა დაასრულოს. ეს დასასრული, ნახეთ, არ არის მაინდა-მაინც ურთიერთობის დასრულება, ხო? უნდა დაასრულოს რაღაც ერთი კონკრეტული საკითხი და მეორე საკითხს დაუწყოს შეჭიდება, ხო? ესე რომ ვთქვათ. ამ ეტაპზე ცოტა ემოციების პრობლემა აქვს, ცოტა ცუდად გზნობს თავს, რაღაც შეიძლება ჩაკეტილიც არის, შეიძლება კონტაქტზე კი არის, მაგრამ აი რაღაცა სულ ჩაფიქრებულ მდგომარეობაში არის, სულ რაღაცა გადაწყვეტილებებთან შეიძლება ბევრსაც გესაუბრებად კიდევაც რაღაც რა როგორანაირად გაანალიზებას აკეთებს, ხო? აი ადამიანი მოვიდა, რომელიც დგას კონკრეტულად რა გაშლასაც ვაკეთებდით, პირდაპირ მოვიდა, ანუ ადამიანი დგას დილემის წინაშე, საით უნდა წაიყვანოს თავის ცხოვრება, რა უნდა გააკეთოს და რა არის მისთვის პრიორიტეტული, თქვათ, თქვენთან ურთიერთობაში, ხო? კარგით, მოდით ვნახოთ მაინც თქვენ ვინ ხართ, ანუ თქვენ რა ენერგიებში ხართ. თქვენ შეყვარებული ადამიანი, რომელსაც ძალიან უნდა რომ აი ეს სიყვარული უფრო გაივრცოს, უფრო მეტი ემოცია მიიღოს, ხო? უფრო მეტი წინსვლა ქონდეს და წარმატება ქონდეს, ხო? აი რაღაცა ის მომენტი, როდესაც თავიდან დაიწყებთ რაღაცა ცხოვრების ახალი ეტაპების შესწავლას, ესე რომ ვთქვათ. თქვენ ხართ იმისთვის მზად, რომ შეძლოთ თავიდან დაწყება თითოეული ნაბიჯის, აი როგორც პატარა ბავშვი იწყებს ნაბიჯების გადადგმას, აი ზუსტად ესე გადადგათ თითოეული ნაბიჯი ამ ურთიერთობისთვის, ხო? თქვენ ხართ ამ ყველაფერთვის, თქვენ გახსნილი მზაობაც გაქვთ, თქვენ ხართ იმ მდგომარეობაში, როდესაც უბრალოდ ადამიანი მიუხედავად იმისა, რაც არ უნდა პრობლემა წარმოიჭრას, რაც არ უნდა სიტუაცია იყოს თქვენს მდგომარეობაში, რომ აი თქვათ, აი გადასალახი მდგომარეობები, თქვენ ხართ მზად ამისთვის. კარგით? ვნახოთ. მოდით იცით რა ვნახოთ, ჯერ აუცილებლად ვნახოთ ეს ადამიანი როგორ ადამიანად ხედავთ, როგორ ადამიანად აღგიქვავთ, მისთვის რა ემოციებს აღწრავთ, ხო? ვინ ხართ მისთვის? იცით რა არის თქვენ ამ ადამიანისთვის რაღაცა ესე ვიტყოდი, რომ ხართ როგორი ემოცია იცით? შეიძლება ითქვას, რომ ძალიან ბევრ ამას გადაახედეთ და თავისი ცხოვრების გადახედვა
ახლებური თვალით დაანახეთ, ხო? აი ახლებურად შეახედეთ ყველაფერთან მიმართებაში. თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც შეუძლია ზრუნვა, შეუძლია ემოციების მიცემა. თქვენ აი ეს ადამიანი როგორ გხედავთ, იცით, ადამიანს, რომელსაც შეუძლია უბრალოდ ჩიტების ჭიკჭიკითაც კი დატკბეს. უბრალოდ პატარა ნიუანსებითაც კი დატკბეს და იცით რა მომენტია კიდე თქვენთან თითქოს აი ეს ენერგიას და ემოციას, რასაც თქვენ აფრქვევთ, მწველი არ არის, ხვდებით? აი მზე როდესაც ძალიან გვაცხუნებს, ხო, არის მომენტი, რომ რაღაცა დაგვწევს, ხო, მაგრამ აი თქვენ შეიძლება აცხუნებდეთ, მაგრამ არ წვავთ, ათბობთ, აძლიერებთ, მეტ სიმშვიდეს აძლევთ, ხო? თქვენ მასში ოჯახს აღწრავთ. აი ისეთ როგორი მომენტი არის, რომ თქვენთან ამ ადამიანისთვის თქვენ ხართ ახალი გამონათება მის ცხოვრებაში, რომელიც შეიძლება ესე ითქვას, მინიმალური ნიუანსებითაც კი ბედნიერია და ანახებს იმას, რომ შეიძლება რაღაცა ძალიან პატარა ნიუანსითაც იყოს ბედნიერება ურთიერთობაში, ბედნიერება ცხოვრებაში და აი ძალიან დიდ შინაგან ემოციას აძლევთ ამ ადამიანს, ძალიან დიდ რწმენას აძლევთ ამ ადამიანს და ამ ადამიანს აი ხო ძალიან დიდ სიმყუდროვეს უქმნით. აი მისთვის თქვენ ხართ სიმშვიდის წინსვლის, წარმატების, მზრუნველობის, ბედნიერების განცდა. არაჩვეულებრივია. არაჩვეულებრივია. კარგით, ნახოთ. რა გადაწყვეტილება აქვს მიღებული? ანუ უბრალოდ საით იხრება ხო მისი გადაწყვეტილება უფრო, იმიტომ რომ ჯერ კიდევ დილემის წინაშია და საით იხრება მისი სურვილები, ხო? გადაწყვეტილება საით უფრო ესე ვთქვათ 70-30-ზე თუ როგორ არის, ხო? ეს ადამიანი იხრება უფრო იმ ეტაპისკენ, იმ მდგომარეობისკენ, სადაც ესე ვიტყოდი, რომ მიიღოს გამოწვევა და მიიღოს გადაწყვეტილება, რომ თქვენთან რაღაც შექმნას ოჯახი, ხო? გახდეს ის ადამიანი, რომელიც შეგიქმნით იმ სიმყუდროვეს, რომელსაც თქვენ აძლევთ, ხო? ეს ადამიანი განიხილავს ყველა ასპექტს და ყველა სიტუაციას, რომ მოახერხოს და ყველანაირი ძალა რაც შეიძლება იყოს, ხო, აიღოს საკუთარ თავზე. ეს ადამიანი იხრება იმ მხრივ, რომ უნდა მოიკრიფოს ძალები, უნდა აიღოს პასუხისგებლობები, ეძებს გამოსავალს, ეძებს სიტუაციებს, რომ გახდეს თქვენი მეუღლე და მოგცეთ სიმშვიდე, სიმყუდროვე, სტაბილურობა, ხო, რაღაცა აქვს ეს მომენტი, სადაც იქნება ჰარმონია, სადაც იქნება სიმშვიდე, სადაც იქნება ურთიერთობა, რომელიც
უბრალოდ რაღაცა გამარჯვებისკენ წაგიყვანთ, ხო? თქვა, ფაქტურად მიღებული აქვს ეს გადაწყვეტილება. მიღებული აქვს ის გადაწყვეტილება, რომ შეგიქმნათ სიმშვიდე და უბრალოდ იცით როგორი მომენტია, რომ ეს ადამიანი ეძებს შეიძლება ითქვას შუალედს რაღაცა სიტუაციისას, როდის უნდა გააკეთოს ეს ნაბიჯი. იცით რა, შეიძლება იცით როგორი მომენტი არის, რომ თქვენ თქვათ დრომი ეცით, რომ მიიღოს გადაწყვეტილება, ხო? და აი რაღაცა მომენტში თითქოს მიღებული აქვს გადაწყვეტილება, მაგრამ აი იმ დროს ელოდება. იმ სიტუაციას ელოდება კონკრეტულად, სადაც ბოლო წუთას, აი ყველა იმედი რომ გადაწურული გაქვთ ხო ხდებით და ბოლო მომენტი რომ ყვეიცით რომ არაფერი არ იქნება, მაგრამ აი ზუსტად მაშინ იქნება ის მდგომარეობა, რომელიც გადაწყვეტილებაც აქვს ამ ადამიანს მიღებული. ამ ეტაპზე ნამდვილად არის ეს მომენტი, მაგრამ ნახეთ, კიდევ ერთი მომენტი არის, აი კი ზღვარზე, მაგრამ აი მაინც კიდევ ბოლომდე იცით როგორი მომენტი არის, რომ თითქოს აქ თქვენგან მიმართებ, ან თქვენგან უნდა დარწმუნება ბოლომდე, რომ ნამდვილად ძალიან გიყვართ და ნამდვილად ხართ მზად აი რა ემოციასაც აძლევთ, ზუსტად ამ ემოციას გააგრძელებთ მომავალშიც, ხო? აი რაღაცა თქვენი მხრიდანაც აქვს ეს მომენტი და ამ ადამიანს, ეს ადამიანი თითქოს აი ნახეთ, ელოდება სწორ მომენტს, სწორ სიტუაციას, როდესაც გააკეთებს ამ ნაბიჯს. აი ამ ადამიანს აქვს ეს მომენტი, რომ სჭირდება აი ერთი ნაბიჯი კი არა, ნახევარი ნაბიჯი აქვს დარჩენილი აი იმ გადაწყვეტილებამდე, რომ თქვენ მოგკიდოთ ხელი და ჩემი ოჯახი ხარო გითხრათ, მაგრამ აი მაინც ბოლო წუთამდე უნდა ამ ყველაფრის მიყვანა, ბოლო მომენტამდე უნდა ამ ყველაფრის მიყვანა და შეიძლება აი დარწმუნდეს, რომ თქვენ ხართ ის ადამიანი, რომელსაც ბოლომდე ეყვარება, რომელიც ბოლომდე შეძლებს მოთმინებით იყოს მის გვერდით და რაღაცა თავისი გრძნობები არასოდეს არ მოაკლოს, ხო? ანუ მარტო ის აი არ მოაკლოს ქმედებით, არ მოაკლოს სიტყვიერად, არ მოაკლოს რაღაცა შეგრძნებით, ხო? აი ის ემოციები, რომელიც თქვენგან აქვს და აი ის რაც როგორ ადამიანათაც აღიქვათ, ხო, როგორც ქალათაც, როგორც მამაკაცად, ხო, თქვათ, აი პარტნიორად, როგორ პარტნიორათაც აღიქვათ, ზუსტად იგივე რო გაგრძელდება. აი ეს მომენტი აქვს ამ ადამიანს და სჭირდება, რომ აი ამაში იყოს დარწმუნებული, რომ ეს ბედნიერება გაგრძელდება და იქნება სულ ესე. მოდით ვნახოთ, აბა თქვენგან რას ელოდება ეს ადამიანი, თქვენგან რას ელოდება? თქვენგან. ესეთ არის, თქვენგან რას ელოდება და ელოდება, რომ შეძლებთ ალბათ მაინც უნდა რომ დაინახოს, რომ თქვენ იბრძოლებთ ამ ადამიანისთვის, რომ ეს ადამიანი თქვენთვის ღირებულია, რომ იშრომებთ ურთიერთობისთვის, რომ გააკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ეს ადამიანი თქვენს გვერდით იყოს, ხო, აი რაღაცა ეს მომენტიც აქვს, თქვენგან რას ელოდება, აი თითქოს იცით რა მომენტი არის კიდე, რომ თქვენგან ელოდება
ელოდება რაღაც მოთმინებას ისთვის. მოთმინებას სანამ არ მიიღებს საბოლოო არ მიიღებს საბოლოო პასუხს, ხო, რაღაცა ცოტა იცით რა მომენტია კიდე რომ ელოდება იცით რა სიტუაციას და რა მდგომარეობას რომ ცოტა აცადოთ რაღაცა ამ დრო მისცეთ საშუალება მისცეთ რომ რაღაცნაირად თავისი სიტუაციები, რომელიც შეიძლება გქონდეს, ხო, ცხოვრებისეულად ყველა ადამიანს რაღაც თავისი პირადიც აქვს. აი ეს რაღაცა პირადის მომენტები დაალაგოს, პირადის მომენტები გადახარშოს, გადააფასოს, გადაანაწილოს მდგომარეობა. კიდე რა სელოდება? ხო, იცით რა არის, კიდე მასალოდება რომ თუ დროში ვერ ჩაეტია რომელი დროც თქვენ მიეცით და კიდე დრო მოინდომა იმისთვის რომ საბოლოო ჯამში თავის გადაწყვეტილება იყოს ძალიან მყარი თქვენგან ელოდება რომ არ შეგეშინდებათ, არ გექნებათ ისეთი გაბრაზება ესე რომ ვთქვათ რომ გაწყვიტავთ ურთიერთობას არ გიქნებათ ეჭვიანობის მომენტი აი თითქოს რაღაცა მის როგორი მომენტია იცით რომ აი ცოტა დრო სჭირდება კიდე ამ ადამიანს ხვდებით აი მიუხედავად რომ ამას გრძნობს რომ ის თქვენს გარეშე ვერ გაძლევს და მას უნდა რომ თქვენთან ერთად იყოს და მოგკიდოთ ხელი და წაგიყვანოთ თავისთან მაინც თulis რომ ჯერ სჭირდება კიდე დრო რომ რაღაცნაირად გადაალაგოს რა აი ყველაფერი გადაალაგოს ესე რომ ვთქვათ მოდით სამყარო როგორ ხედავს თქვენს უახლოეს პერიოდს როგორ ხედავს თქვენს უახლოეს პერიოდს ну იმპერატორიც ამოვიდა როგორ ხედავს იმპერატორი აშკარად აპირებს ნაბიჯებს აპირებს ურთიერთობის გამყარებას რო იტყვიან ესე ჩაჭიდება სიტუაციის აპირებს რომ თავისაც დაგიგულოთ და არსად არ გაგიშვათ ხედავს იმ მომენტს რომ რაღაცნაირად იცით რა არის აი გამოხვალთ ამ მდგომარეობიდან თავარია რომ არ გქონდეთ შიშები რომ დაკარგოთ ამ ადამიანს ხვდებით ეს მომენტი არის აქ ის შიში არ უნდა გქონდეთ რომ შეიძლება ეს ადამიანი თქვენგან წავიდეს ან რაღაცა არ გამოვიდეს უბრალოდ აი სამყაროთან კიდევ ვიცით რა მომენტია როგორ ხედავს სამყარო თქვენს ურთიერთობას ხედავს რომ აი თუ თქვენ გექნებათ თუ ადამიანმა გთხოვათ რომ დრო მომეცი და თქვენ არ ვიცი ხა როგორი მოთხოვნა გაქვთ წაყენებული თითქოს გეუბნებათ რომ უნდა მისცეთ რაღაცნაირად დრო უნდა მისცეთ საშუალება რომ ერთად იმუშაოთ ურთიერთობაზე და ერთად იპოვოთ ყველა ის გასაღები რომელიც მოგცემ საშუალებას რომ გადადგათ ნაბიჯები და დაიწყოთ ახალი ეტაპი ცხოვრების ახალი ურთიერთობა ნუ გაახლებული თქვენი ურთიერთობა ხო რაღაც გადასული სხვა ესე რომ ვთქვათ რელსებზე ხო სხვა საფეხურზე ესე ვიტყოდი ну აშკარად ადამიანს კარგი გადაწყვეტილება აქვს მაგრამ აი ეს რაღაცა პატარა შიშის მომენტები ალბათ ცოტა დასაძლევია და ვიმედოვნებ რომ
დრო იმდენი აქვთ ადამიანს, რომ შეძლებს ამ ყველაფრის ესე ვთქვათ დაძლევას და გაანალიზებას და არ დასჭირდება იმაზე მეტი დრო, ვიდრე ვთქვათ მიეცით, ხო? ესე რომ ვთქვათ. მე წარმატებულ ურთიერთობას გისურვებთ იმას, რომ ადამიანი, რომელიც გიყვართ, იყოს თქვენ გვერდით და იყოთ ბედნიერები თითოეულ თქვენთაგან. წარმატებები.